გვყარავენ, კუთვნილ თანხას გვყარავენ. რაც უდაც ჟღერს არა და ამ დროს ისეთი მარტივი რეალობაა, რომ ძალიან სამწუხაროდ. ანუ შენი შრომის ანაზღაურებას რეალურად ვიღაც ტიპი იპარავს, რაც ძალიან ცუდია. ხო, და თანხა შეადგენს ჯამში ძალიან ბევრ მილიონს. არ მეგონა სიმართლე რო გითხრა. არც არ მეგონა. მოკლედ, ღირსეული შრომის პლატფორმის ახალი პროექტის მოპარული ხელფასის გამომთვლელის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად სწორად იღებთ შრომით ანაზღაურებას, ხო? და ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, წავადგინოთ სტუდიაში ჩვენი სტუმარი, ღირსეული შრომის პლატფორმის კოორდინატორი ეთო გვრიტიშვილი და EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩაგვერთვება ლინა ღვინიანიძე. სულ ცოტა ხანში დილამ მშვიდობის და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დილამ მშვიდობის. ძალიან სერიოზული თემა არის, ძალიან პრობლემური თემა არის, იმიტომ რომ აი თადიას ვუთხარი რომ იცი რომ ვკითხულობდი, ანუ რა თემა გვექნებოდა და უცბად ამხელა თანხა დავინახე. ხო, ჯამში 13 მილიონი ლარი ჩვენი ქვეყნისთვის ვფიქრობ რომ არის ძალიან დიდი თანხა. 13 მილიონი წელიწადში თან. წელიწადში, ხო. აი რა არის მოპარული ყურის მომჭრელია. ეთო და როგორ მუშაობს ეს რომ მოგვიყვეთ? დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს მოპარული ხელფასის თემა ესე კარგად არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მასშტაბური არის მისი ფორმები და ოდენობაც საქართველოში. ღირსეული შრომის პლატფორმა სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და აერთიანებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროფესიულ კავშირებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ შრომით უფლებებზე და მათ პირადად ჰქონდათ შეხება მოპარული ხელფასის პრაქტიკასთან, ამიტომ გადავწყვეტეთ შეგვექმნა ესეთი ინსტრუმენტი დასაქმებულებისთვის, სადაც მარტივად შეძლებდნენ გარკვეული მონაცემების შეყვანას და ამ მონაცემების დაფუძნებით გამოითვლიდნენ, რა ხელფას შეიძლება პარავდეთ მათ დამსაქმებელი მათი შრომითი უფლებების დარღვევის შედეგად. და რა მონაცემებია, აი რა მარტივად ხდება ამის შესაძლებლობა? საკმაოდ მარტივი არის, დასაქმებულებს შეუძლიათ შრომაჯის გამოყენებით შეავსონ. აი ეს არის ასე ხოლმე ჩვენ ვხედავთ. დიახ, სხვადასხვა მონაცემები, რომელიც განმარტავს რა არის მოპარული ხელფასი, ხო? პირველ რიგში ეს არის ზეგანაკვეთური შრომის აუნაზღაურებლობა, ეს არის შეიძლება იყოს ხელფასის უკანონო დაქვითვა და თქვათ მომსახურების სფეროში ხშირად ხდება რომ გაფუჭებული პროდუქტისთვის მოპარული პროდუქტისთვის უკანონოდ უკვითავენ ხელფასს. ყველაზე ნათელი მაგალითია, როდესაც ხელფასს საერთოდ არ გიხდიან და მაგალითად ასევე ნათელი მაგალითია, როდესაც ერთი ადამიანი თქვათ რაღაცა კონკრეტული მოვალეობისა ასრულებს სხვადასხვა მოვალეობას, რომელიც მას საერთოდ არ ევალება. ამისთვის ცალკე ანაზღაურებას უნდა იღებდეს და საერთოდ აი მაგალითად პანდემიის პერიოდში ალბათ ლინა უკეთესად ისაუბრებს, მედდების ხშირი პრობლემა არის, რომ ხელფასს საერთოდ არ უხდიან და თქვათ არსებობს რამოდენიმე თვე ისე მუშაობენ, რომ ან ნაწილობრივ უხდიან, ან საერთოდ არ უხდიან. ანუ სხვადასხვა ფორმა არსებობს მოპარული ხელფასის და ჩვენ ვცდილობთ ამ გამომთვლელით ეს პრაქტიკები უკეთესად გამოვაჩინოთ და დასაქმებულებს დავანახოთ, რა მასშტაბებს შეიძლება აღწევდეს და ჩვენც გაყურებული ვიყავით, როდესაც პირველი კვირის, გამომთვლელის პირველი კვირის შედეგები ვახეთ. ხო, საინტერესოა პირველი კვირის შედეგები. 1722-მა დასაქმებულმა შეავსო ეს გამომთვლელი და მათი მონაცემების თანახმად მათ წლიურად დაახლოებით პარავენ 13 მილიონ ლარს, რაც საკმაოდ მასშტაბური არის. ეს არის როგორც კერძო სექტორი იგულისხმება, ასევე როგორ ხშირია, აი საინტერესო არის ჩვენი გამომთვლელი ამ მონაცემების ჩაშლის შესაძლებლობასაც გვაძლევს და ფაქტობრივად თანაბრად არის ორივე სექტორშიც, კერძო სექტორშიც და საჯარო სექტორშიც და ყველაზე ხშირად მაინც უფრო მომსახურების სექტორში გვხდება, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი ფორმა ის არის, რომ ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას არ აძლევენ დასაქმებულებს, რაც საკმაოდ დიდ მასშტაბებს აღწევს. მოდი უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, აი მაგალითად ჩვენ დავჯდებით აუცილებლად და შევავსებთ ამ ყველაფერს. აი რა მონაცემები უნდა ჩავწეროთ იმის გარდა, თქვათ პირადი მონაცემები და დასაქმების ადგილი ალბათ. ანუ გამომთვლელი ითხოვს შრომის ანაზღაურების ოდენობას, ითხოვს რამდენი წლის განმავლობაში, თვის განმავლობაში მუშაობთ, რამდენი საათი უნდა გიწევდეთ ხელშეკრულებით და რეალურად რამდენი მუშაობთ, გიწევთ თუ არა არასამუშაო დროს მუშაობა, გიწევთ თუ არა არასამუშაო დროს აი კადრში ჩანს ანკეტა, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს მიმართავ. ბუნებრივია, რომ შეავსოთ ეს ანკეტა და ამის მიხედვით უკვე გაიგებენ ეს ადამიანები რა
რამდენად ზარალდებიან. ანუ ეს რა თქმა უნდა დასაქმებულის პერსპექტივიდან არის შევსებული, იმიტომ რომ ჩვენ არ ვითხოვთ კონკრეტულ დოკუმენტებს და ვერ ვამოწმებთ ამას, მაგრამ ეს გვაძლევს უფრო მეტად ამ პრაქტიკის გამოვლენის შესაძლებლობას. ანუ გამოთვლელს აქვს რამოდენიმე მიზანი. ერთი არის რომ უფრო კარგად შევიტყოთ რა პრაქტიკები არის გავრცელებული და შემდგომში ჩვენმა წევრმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ასე აქტიურად მუშაობენ შრომით უფლებებზე, უკეთესად შეძლონ დასაქმებულების დახმარება და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები. რა გეხმარებათ იმაში, რომ მე უკვე ამ დამსაქმებლებს დაეხმაროთ? იგივე სამართლებრივი დავის სამართლებრივი, ანუ ჩვენ წევრი ორგანიზაციები არიან, როგორც აღნიშნე, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ უფასო იურიდიული მომსახურება და თუ დასაქმებულს აქვს ესეთი პრაქტიკა, რომ მას ხელფას პარავენ და სურს ან სასამართლო დავის წარმოება, ან უკვე პირველიანვრიდან შრომის ინსპექციასაც ექნება უფლებამოსილება, რომ შეამოწმოს მსგავსი დარღვევები, რა თქმა უნდა, ჩვენი წევრი ორგანიზაციები მზად არიან, რომ მსგავსი უფასო იურიდიული მომსახურება გაუწიონ. ასევე ინასტანაც მინდა გადავიდე. მე მგონი ჯობია ეთოს ვკითხოთ კიდე თუ ამ ადამიანებმა, აი დასაქმებულებმა რამდენად იციან ეთო თავიანთი ეს არის ყველაზე მთავარი შესახებ და თუ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იციან. აი მთავარი მეც მგონია რომ აი ეს არის. მიდის მუშაობა აი ამ ცნობიერების ამაღლების კუთხით. კი, ანუ ჩვენი ერთ-ერთი მიზანიც ეს არის რომ დასაქმებულებმა შეიტყონ საკუთარი შრომის ფასი, იმიტომ რომ ეკონომიკური განზომილება აქვს ამ მოპარულ ხელფასს და ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივ ქურდობაზე და ასე შემდეგ სხვა ქვეყნების მაგალითად ბევრად აღემატება მოპარული ხელფასის მასშტაბები და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ისიც იქნება რომ სხვადასხვა სახის კამპანიებით დასაქმებულებს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ შრომით უფლებებთან დაკავშირებით. აი ახლა გადავალ მაშინ ლინასთან, ლინა დილამშვიდობის მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. რა შედეგები დაიდო აი პანდემიის პირობებში? როგორც ვიცით, პანდემიის პირობებში თქვათ იგივე ქალთა მიმართულებით არის ასევე ძალიან გაზრდილი და გადამეტებული სხვადასხვა კუთხით ცხადია. აი რამდენად გაპრობლემდა და კიდევ უფრო გართულდა ამ პერიოდში, იმიტომ რომ აი ბევრ დასაქმებულს უსასრულოდ მუშაობა მოუწია. ჩემი მეგობრები მაგალითად სხვადასხვა სექტორში მომუშავეები დილიდან დაღამებამდე მუშაობდნენ და აი ეს აღარ აღირიცხებოდა მოკლედ მათი სამუშაო დრო. დიახ, მოგესალმებით. პრინციპში ჩვენ საზოგადოებისთვის ალბათ ხო ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან ცხადია, რომ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო შრომელებმა და ასევე არაფორმალურად დასაქმებულებმა და ალბათ ჩვენი მსმენელების ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება იყოს იმ ჯგუფებში, რომელთაც ან შეუწყდათ სამსახური ან შემოსავლის მიღება, ან პირიქით ხო, როგორც თქვენ თქვით, ძალიან მძიმე დატვირთვით მოუწიათ მუშაობა. რაზეც ეთო საუბრობდა ხო მოპარული ხელფასი პირობითაც და ასევე ძალიან ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც შრომით კანონმდებლობაში აქამდე გქონდა, იწვევდა და აგროვებდა მშრომელთა ძალიან დიდ დაუცველობას, რაც ჩანდა მანამდეც, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის დროს ძალიან ცხადად გამოჩნდა და დავინახეთ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, ხო? ერთი ჩვენ დავინახეთ ის, რომ შრომის კანონმდებლობა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლები ავსაუბრობთ ამაზე და გარკვეული ნაბიჯები შრომის გარანტიების შექმნისთვის გადაიდგა, დავინახეთ, რომ შრომელები აღმოჩნდნენ ძალიან დაუცველები, როგორც კი შეზღუდვები დაანონს და რამდენიმე დღეში ჩვენ მასიურად ტალღები დავინახეთ ადამიანების უხალხასო შებულებაში გაშვების, საერთოდ სამსახურში გაშვების და უსაბუთებლად კომპენსაციის გარეშე, ხომ? ან მეორე მხრივ დავინახეთ მეორე უკიდურესობა ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, ეთო მახსენა ექთნები, ხო, სამედიცინო პერსონალი, მათზე მოვიდა ძალიან დიდი დატვირთვა, ისინი გახდნენ განსაკუთრებულად გახდნენ წინახაზის მშრომელები და ქვეყნის ბაზისური ფუნქციონირება, ხო, ჩვენი როგორც საზოგადოების ბაზისური ფუნქციონირება ის რომ ქონოდა საკვები, ქონოდა მინიმალურ სერვისებზე წვდომა გადავიდა ამ ადამიანებზე და რა მოხდა მათთვის, ხომ? მათთვის სამუშაო პირობები არათუ გაუმჯობესდა, ხომ? პირიქით ძალიან დამძიმდა მათ უწევდათ არანორმირებულად, დღემდე უწევთ არანორმირებულ სამუშაო საათებით მუშაობა, ძალიან მძიმე პრაქტიკები გვახსოვს ხო სუპერმარკეტებში ადამიანების დატოვება, ყოველგვარი პირობების გარეშე ღამით, ფაქტობრივად ჩაკეტილ მაღაზიაში 24 საათიანი და კიდევ უფრო მეტ საათიანი ცვლები სამედიცინო სექტორისთვის და ამ პირობებში მათი ხელფასი, მათი სოციალური დაცვა კიდევ უფრო გაუარეს და შეიძლება ისინი ვერც კი იღებენ ხელფასს, ხომ? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ძალიან მოკლედ შევეხოთ არაფორმალურ სექტორს. ძალიან მოკლედ უნდა ვთქვათ სამწუხაროდ ძალიან მოკლედ ვიტყვი ეს ადამიანები სამწუხაროდ თითქოს არ ჩანან არსად, თუმცა მათ კიდევ უფრო მძიმე დარტყმები მიიღეს, მათ შეუჩერდა ძალიან დიდ წილად შემოსავალი საერთოდ გაუქრეთ
და მათ ვერც კი აიღეს დიდწილად ის დახმარება, რომელიც სახელმწიფომ გამოყო ანტიკრიზისული პროგრამების ფარგლებში და ეს არის ჯგუფი, რომელიც კიდევ უფრო მძიმე დაუცველობის წინაშე დადგა და ეს დაუცველობა დღემდე გრძელდება. და მთავარი საკითხი რომ სახელმწიფოს უნდა ვთქვათ რომ არ აქვს სოციალური დაცვის მექანიზმები, ჩვენ არ გვაქვს მინიმალური ხალხმისი ქვეყანაში, არ გვაქვს უმუშევრობის შემწეობა ან დაზღვევა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ადამიანების ყოფას. კი, ნამდვილად გეთანხმებით, ლინა, ძალიან დიდი მადლობა და გვინდოდა ძალიან შრომის უსაფრთხოების მონიტორზე საუბარიც, ამ მიმართულებითაც ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან დიდი პრობლემა და უსაფრთხოება დაცული არ არის და რა ვიცი. იცი, ყველაზე მთავარი ალბათ რაც მაყურებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს არის ის, რომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ აი ამ მონაცემებში ჩახედვა, კარგად გაცნობა არის მე მგონი დიდი და აი ამ შრომის დაცვა ისევ მონიტორსაც განახორციელებთ, როგორც ვიცით. ჩვენი პრიორიტეტი ერთ-ერთი არის შრომის უსაფრთხოება, ორივე მიმართულებით ინფორმაცია შეუძლიათ შრომაჯის გამოყენებით, რადგან დრო არ გვაქვს მეტად ვერ გავავრცელებთ, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყველანაირად დავეხმაროთ დასაქმებულებს საკუთარი შრომით უფლებების რეალიზებაში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო